სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქალაქ თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ჯგუფურად ჩადენილი ყალბის საანგარიშწორებო დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დაკავებული და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა ჯამში 8 პირი, რომელთაგან 2 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება და მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა. საქმე შეეხება სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე. გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომ და ლეგალური წარმომავლობა და განხორციელდებოდა მისი რეალიზაცია. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი: შპს კახეთი, შპს ნოვატრანსი, შპს ჯადექსა, შპს სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო და შპს გრანდ კახეთი. დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზამ 2 ეტაპად 2020 წლის 8 თებერვალსა და 9 სექტემბერს გამოაცხადა 2 ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს კახეთი. იმავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით ერთ-ერთი პირი სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად აწონვის გარეშე და ზოგ შემთხვევაში დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას. შესაბამისად, დოკუმენტური მხარე ფორმდებოდა იმგვარად, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა მის სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ბალანსიდან ჩამოწერას. აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილის ა ქვეპუნქტით, 194 მუხლის მესამე ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით, 200 მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, ასევე 25-180 მუხლის მესამე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით, 25-362 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 362 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით. ქალაქის მთავარ ქუჩაზე, აღმაშენებლის 97 კორპუსში, აქ ამ პატარა აივანზე სულ გაზაფხულია.
მისი თვალის მომჭრელი სილამაზე მნახველების მუდმივ აღფრთოვანებას იწვევს. აივნის ყვავილებით გამწვანება 3 წლის წინ დაიწყო. ნინო სილაქაძე ამ მცირე ფართის ათვისებას კედლისა და გადასაკიდებელი სპეციალური ქოთნების საშუალებით შეეცადა და მაქსიმალური შედეგიც მიიღო. მის აივანზე მოყვავილე ბალბების ბაღი ჩაუქრობელ სილამაზეს ქმნის. ეს არის 3 წლიანი. მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ეს გადაახლებულია, ახლა გავაახლე და არის 3 წლიანი ყვავილები, რომელსაც ყოველდღე ვეფერები და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებული ახლა მოვლა პატრონობა, ამას ისეთი არაფერი აჭირდება, მთავარია წყალი არ უნდა მოაკრდეს. თითქმის ყოველ მეორე დღეს უნდა მორწყო. მანქანებსაც აჩერებენ, რომ უყურებენ. ხომოდან მიწახის მომიტეხე გადმომიგდეტოდი, არავის არ ვაწყობდიებ გულს. შეძლების საგვარად. ხალხი მარტო იქედან არა. აი ბაზარშიდაც რო ვინმე შეხვდება, ქუჩაშიდაც რო ვინმე შეხვდება, მეუბნება, აი შენი აივანი მესამე სართულზე რო ცხოვრობ, უკვე ამით ვცნობე, რომ მესამე სართულზე ცხოვრობ ამ ყვავილებით. ძალიან კმაყოფილები არიან, რა ვიცი. ყველას მოწონს ჩემი აივანი. მაგრამ ზირთადად მაინც ბალბებია. რო ყვავილოვანია, სულ ყვავა. ეს დაზამთრებამდე სულ ყვავა და რა ვიცი, ამას გავაკეთე არჩევანი. თუმცა ვარდებიც შეურიე ცოტა. აი დილით რო ავდგები უკვე დავიწყებ წყლის დასხმას, თან ვეფერები, ყველა სათითაოდ. ძალიან მომწონს, ძალიან, რა ვიცი. ჩემთვის სასიამოვნოა. სხვისთვის რა ვიცი. არც ვასხამ მარტო და კი მეუბნებიან, რომ ჩვენც ვასხამ წყალს, მაგრამ ასე არ ყვავაო, მაგრამ არ ვიცი. ადგილ მდგომარეობა, ახლა ამას სულ მზე არ ადგება. ამას მოbrunებული მზე უფრო ადგება და არ ვიცი, მე განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებ, მარტო წყალს კი ვასხამ ყოველ მეორე დღეს. გაზაფხულზე ერთხელ მივეცი, აი ეს სასუქი რომ არის. ლიტრაზე 1 ჩაის კვოზი უნდა. აი ის მივეცი და всё. მის შემდეგ წყალი ყოველ მეორე დღეს. თუ ისე მზიანი ამიდებია და წვიმიანში არ საჭიროებს ყოველ მეორე დღეს. კორპუსის მესამე სართულზე შექმნილი სილამაზის შემოქმედს, როგორც თავად გვეუბნება, ამ აივანზე სრულად კომფორტული ზონა აქვს. დარწმუნებულია, რომ ეს გატაცება გადამდებია და სურვილით შესაბამისი აქვს, რაც შეიძლება მეტი ფერადი აივანი და ეზო ჰქონდეთ ზესტაფონში. გაალამაზონ ყველამ თავისი აივნები, რომ ჩვენი ქალაქიც ლამაზი გამოჩნდეს. ყველას ურჩევ. ცოტა რომ მქონდეს კიდე სიცე უფრო ლამაზი მექნება ყველაფერი, მაგრამ რა ვიცი. დაშიდაც ვარ, ამასედაც მაყოფილი ვარ. კომპანია ჯორჯიან მანგანეზე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოებს, რომლის ფარგლებში ციათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარიფაურში 50000 კვადრატულ მეტრზე გრძელდება მრავალწლოვანი ჯიშის შერეული ბალახოვანი საფარის დათესვა და პარალელურ რეჟიმში ორი ერთეული ტექნიკის გამოყენებით დათესილი ტერიტორიის უკვე დაფაცხვა. კომპანიას მიმდინარე გეგმა გრაფიკის მიხედვით დაგეგმილია ყველა ზეგანზე ჩაატაროს ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები, რომლის შედგომაც ყველა ტექნიკურად რეკულტივირებულ ზეგანზე ჩატარდება ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოები.